უნგრეთი კვლავ გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამოკვეთილი ლიდერია ევროკავშირში. აღმოსავლეთ ევროპის ეს ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებზე და ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებული ქვეყანა სულაც არაპირებს 2021 წელს მიღებულ ბავშვთა დაცვის კანონზე გაჩერებას და გასულ კვირას შეიძლება ითქვას ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო უნგრეთში გეი პრაიდების აკრძალვასთან დაკავშირებით. პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს ეგრეთ წოდებული სიამაყის მარშებისა და LGBT მსვლელობების მოწყობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეტიც, კანონის სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს ისეთი ღონისძიებების ჩატარებას ან მათზე დასწრებას, რომლებიც არღვევენ უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ 4 წლის წინ მიღებულ კანონს, რომელიც თავის მხრივ კრძალავს არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაციას. კანონის ეფექტური აღსრულებისათვის კანონმდებლებმა გარყვნილების მარშების მონაწილეთა იდენტიფიცირებისათვის ხელისუფლებას მიანიჭეს კანონიერი უფლება გამოიყენოს სახის ამოცნობის პროგრამა. ასე რომ ჯარიმას გეი პრაიდებში მონაწილეობისათვის ვერც ერთი LGBT აქტივისტი ვეღარ გადაურჩება. ჯარიმა კი 200,000 უნგრული ფორინტი იქნება, რაც დაახლოებით $550 შეადგენს. არაა ბევრი, მაგრამ თუ ეს თანხა შეკავების ფაქტორისთვის არ იქნება საკმარისი, პარლამენტს ყოველთვის შეიძლება მისი გაზრდა. კანონის მიღება უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოში ფერადი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მმართველი პარტიის ფიდესის და მისი პარტნიორების 126 დეპუტატს გეი პრაიდის აკრძალვა საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ. შეიძლება ითქვას, კანონმდებლები ხმის მიცემის დროს შესაბამის ღილაკებს ძლივს ხედავდნენ, რადგან 27-მა ოპოზიციონერმა ლიბერალმა პარლამენტის დარბაზი სულ ცისარტყელას დროშის კვამლში გახვია. ამ ფერად ღრუბელში კი ისეთი შიზოფრენიული შეძახილები ისმოდა, როგორც მხოლოდ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით მოწამლულებს ახასიათებს ხოლმე. ეს არ არის ბავშვების დაცვა, გაჰყვიროდნენ ფერადი ოპოზიციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება გარყვნილებისაგან ბავშვების დაცვა? მათი ლოგიკით ხომ ბავშვები უნდა ვაზიაროთ LGBT გარყვნილებას, ვატაროთ გეი პრაიდებზე და შემთხვევით დეპრესიას თუ შევამჩნევთ, მაშინვე სქესის მომწიფების ბლოკატორები შევუშკაფუნოთ. ბავშვების ამ არანორმალურობისაგან დაცვა მათი გაგებით ყოფილა ფაშიზმი. მხოლოდ იმიტომ, რომ გეებს, ლესბებს და ტრანსებს ქუჩაში შიშველი სირბილი და გარყვნილების პროპაგანდა ეკრძალებათ. 27 ლიბერალს პარლამენტში რამდენიმე 1000 იდეური კოლეგა პარლამენტს გარეთ გამოუჩნდა, რომლებიც ხიძე შეიკრიბნენ და ევროპული ფსევდო ლიბერალისტების რისხვა ვიქტორ ორბანი უკვე მერამდენეთ სექსუალური უმცირესობების მთავარ მტრად გამოაცხადეს. უნგრეთი შეიძლება ითქვას ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა მთელს ევროკავშირში, რომელმაც გაბედა და LGBT პროპაგანდისტებს, უკუღმართების მყარებლებს და მათ ლობისტებს ღიად დაუპირისპირდა. მორიგი დარტყმა უნგრელებმა LGBT მფარველებს რამდენიმე დღის წინ მიაყენეს. ქვეყნის მმართველმა პარტია ფიდესმა LGBT თემისთვის ყოველწლიური პრაიდის ჩატარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის 17 მარტს წარადგინა. მომდევნო დღეს კი პარლამენტარებმა დოკუმენტის მიღებას 126 ხმით 27-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს. ახლად მიღებული ცვლილებები შეეხება უნგრეთის საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ კანონს და კრძალავს ისეთ ღონისძიებების ჩატარებას ან მათზე დასწრებას, რომელიც არღვევს ბავშვთა დაცვის აქტს. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიური LGBT პრაიდი ბუდაპეშტში ვეღარ გაიმართება და თუ მაინც ვინმე გადაწყვეტს კანონის დარღვევას და ცისარტყელა დროშებით ბუდაპეშტში სირბილს, კანონით დადგენილი და გათვალისწინებული ფინანსური ჯარიმა დაეკისრება. ხელისუფლება ასევე შეძლებს ამ ღონისძიებებში მონაწილეთა ვინაობის დადგენას სახის ამოცნობის სისტემის გამოყენებით. რა არის ბავშვთა დაცვის აქტი და რას გულისხმობს ის? ვიქტორ ორბანის მთავრობამ ბავშვთა დაცვის აქტი ჯერ კიდევ 2021 წელს მიიღო. ამ კანონში საუბარია სახელმწიფო დონეზე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე, ასევე ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების პრევენციაზე. ანუ საჯარო თავშეყრის ადგილებში, სადაც არასრულწლოვნებიც იმყოფებიან, აღარ უნდა მომხდარიყო LGBT გარყვნილების პროპაგანდა და მოზარდებისთვის იმის დაჯერება, რომ მაგალითად სქესის შეცვლა შესაძლოა გარკვეული პრობლემებისგან თავის დახსნის საშუალება იყოს, ან ორი დედა თუ ორი მამა ნორმა. ვითომ უფლებადამცველებს ეს რა თქმა უნდა არ მოეწონათ. კანონი მათ გამალებული პროპაგანდის წარმოებაში ხელს უშლიდა. შესაბამისად, ბევრმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენთვის კარგად ნაცნობმა Amnesty International-მა
ეს ქმედება დისკრიმინაციულად მიიჩნია. მაშინ ესტერ მიჰალიმ Amnesty International-ის უნგრეთის წარმომადგენელმა LGBT უფლებების საკითხებში თქვა: ეს კანონი ქმნის შიშის ღრუბელს და ზღუდავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. შიში ხელს უშლის ადამიანებს მოიძიონ და მიიღონ ინფორმაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ. ის ასევე ხელს უწყობს ნეგატიური სტერეოტიპების შექმნას და LGBT ადამიანების დისკრიმინაციას. უნგრეთის მთავრობა მხოლოდ ამ ცვლილებებზე არ შეჩერდა და LGBT ლობისტებს მორიგი დარტყმა 2 წელიწადში ისევ მიაყენა. 2023 წლის 3 იანვარს უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს LGBT პროპაგანდას სკოლებში. კანონი მაშინ ასევე უმრავლესობით მიიღეს. უნგრეთის მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა კი კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად 18 წლამდე ასაკის ადამიანებს არ უნდა აჩვენონ კონტენტი, რომელიც ხელს უწყობს სქესის შეცვლას ან ჰომოსექსუალობას. ეს ასევე ეხება სარეკლამო მასალას და მის გავრცელებას. ამასთან ერთად უნგრეთი არ ცნობს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას და მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ უფლება აიყვანონ ბავშვები. ორბანის მთავრობამ კონსტიტუციაში დაადგინა ქორწინება როგორც კაცისა და ქალის კავშირი. მოკლედ, ქვეყანამ ნელ-ნელა განვლო გზა და 2025 წლის მარტში კიდევ ერთი ცვლილებით გადადგა ნაბიჯი ტრადიციული ფასეულობების დაცვისკენ. რა თქმა უნდა, კანონის დამტკიცებას, რომელიც ქვეყანაში კრძალავს LGBT პრაიდის ჩატარებას, შვიდად არ ჩაუვლია. ფსევდოლიბერალები უნგრეთის პარლამენტში ცხედან. შესაბამისად, კენჭისყრამდე ოპოზიციური პარტიის მოძრაობა მომენტუმის წარმომადგენლებმა დარბაზში ყუმბარები ისროლეს და ის ფერადი კვამლის ღრუბლებით გაავსეს. თან საბჭოთა კავშირის ჰიმნს უკრავდნენ. მოკლედ, სცენარი თუ მათი მოქმედება ფსევდოების საუკეთესო ტრადიციების დაცვით გაიმართა. საბოლოოდ, უნგრეთის პარლამენტმა 6 ოპოზიციონერს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეუზღუდა. 3 დეპუტატს პარლამენტში 2 თვის ვადით შესვლა ეკრძალა და ჯარიმის სახით ხელფასი 6 თვის ვადით შეუჩერდება. კიდევ 3 დეპუტატს კი პარლამენტში შესვლა 1 თვის ვადით შეეზღუდა. ხელფასს კი 4 თვით დაუკავებენ. საერთო ჯამში ჯარიმა 80 მილიონ უნგრულ ფორინტს, დაახლოებით 200,000 ევროს შეადგენს და უნგრეთის ისტორიაში ყველაზე დიდ ჯარიმას წარმოადგენს, რომელიც დეპუტატებისთვის ოდესმე დაუკისრებიათ. პრინციპში ჩვენ არ გვიგვირს, განუცხადა მომენტუმის საპარლამენტო ლიდერმა დევიდ ბედომ პოლიტიკოს. რადგან ისინი ელოდნენ, რომ პარლამენტის სპიკერი ლასლო კოვერი, რომელიც ორბანის თანამოაზრე და მოკავშირეა, თითქოს მთელი პარტიულ სახელმწიფოებრივი ძალით დაუპირისპირდებოდა მათ. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მათი მთავარი ამოცანა ახლა პარლამენტში კი არა, ქუჩებშია. ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობის ორგანიზებას იქ, რათა გავაუქმოთ ეს სამარცხვინო კანონის შეკრებების შესახებ. ხომ არ გეცნობათ სცენარი. ადგილობრივ ოპოზიციას ევროსაბჭოდანაც მაშინვე გამოესარჩნენ. ახალი კანონის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკ ოფლაერტიმ და უნგრეთის პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა. ეს ის ოფლაერტია, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილზე უგზავნიდა. მან ჯერ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს გამოუგზავნა პაპუაშვილს წერილი და მის შეჩერებას მოითხოვდა. შემდეგ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის მიღება არ მიღება, უნდოდა რომ გადაეწყვიტა მისთვის უცხო ქვეყანაში. მაშინ ოფლაერტი საქართველოს პარლამენტის წევრებს სთხოვდა თავი შეეკავებინათ კანონპროექტის დამტკიცებისგან. აქაც სცენარი ფაქტობრივად იგივეა. უნგრეთის გაკრიტიკება არ დააყოვნეს არც ევროკავშირის სხვა კომისრებმა და თქვეს, რომ ორბანის პოლიტიკა ხშირად ეწინააღმდეგება დანარჩენ ევროპის კავშირს. ევროკავშირის თანასწორობის კომისარმა ჰაჯა ლაჰბიბმა X-ზე დაწერა: მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცული უნდა იყოს მთელ ევროკავშირში. საგარეო თუ საშინაო ზეწოლის მიუხედავად 19 მარტს უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც LGBT თემს პრაიდის გამართვას უკრძალავს. ოპოზიციური პარტიები ამ კანონს ერთგვარ იარაღად მიიჩნევენ, რომელიც შეიძლება მოსახლეობის სტიგმატიზაციისა და შევიწროებისთვის გამოიყენოს მთავრობამ. მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. პრაიდის აკრძალვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში საპროტესტო აქციაც გაიმართა. როგორც ჩანს, დევიდ ბედოს მიერ გამოცხადებული გეგმა მოქმედებაში მოჰყავთ.
ბუდაპეშტის პრაიდის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ LGBT ღონისძიება, სადაც გაურკვეველი სქესის წარმომადგენლები ნახევრად შიშვლები დაიარებიან ქუჩებში, ბავშვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და შეკრების თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ისინი აცხადებენ, რომ წელს ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას აკრძალვის მიუხედავად მაინც აპირებენ. მათ მხარს უჭერს უნგრეთის დედაქალაქის ლიბერალი მერი გერგელი კარასონი. ის ოპოზიციის წარმომადგენელია და უნგრეთის დედაქალაქის მერის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. შესაბამისად, როგორც ნამდვილ ფსევდო-ოპოზიციონერს შეეფერება, კარასონი უკუღმართების მხარესაა. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ მიმდინარე წელს მსვლელობა მაინც ჩატარდება და შესაძლოა უფრო მასშტაბურიც კი იყოს ვიდრე აქამდე. ბუდაპეშტი თავისუფლების ქალაქია, პრაიდი აუცილებლად გაიმართება. უნგრეთში 2026 წელს საპარლამენტო არჩევნებია. ჯანსაღ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწევს დამტკიცება, რომ უნგრეთი ტრადიციული ფასეულობების მიმდევარი ქვეყანაა და რომ ვერც ევროკავშირის წევრობა და ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული შიდა მტრები NGO-ებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების სახით ვერ შეძლებენ გააუკუღმართონ ქვეყანა. მოკლედ, რამდენიც არ უნდა იწუწუნონ და ისტერიკა დაიმართონ უნგრელმა ლიბერასტებმა, ორბანმა თავისი დანაპირები, რომელიც თებერვალში მიცა თავის ამორჩეველს, შეასრულა. თქვა, რომ აკრძალავს ბუდაპეშტის პრაიდს და აკრძალა. თქვა, რომ აკრძალავს ქალაქ პეჩში ყოველწლიურ გარყვნილების მარშს და აკრძალა. ცნობისთვის წელს ბუდაპეშტში საიუბილეო 30-ე გეი პრაიდია დაგეგმილი. გარყვნილების ეს ზეიმი ათასობით ადამიანს იზიდავს და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ LGBT ღონისძიებად ითვლება. რა გამოვაწელს ბუდაპეშტის პრაიდი და რთული სათქმელია. ჯერჯერობით ერთადერთი რაც ვიცით არის ის, რომ გარყვნილების დღესასწაული 28 ივნისაა დაგეგმილი. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ის, რასაც ჩვენი მეგობარი ორბანი აკეთებს უნგრეთში, ეს მხოლოდ უნგრელების ეროვნული იდენტობის შენარჩუნება არაა. ეს იმავდროულად მთელი ევროპის გადარჩენის მცდელობაცაა. ევროპელებისათვის LGBT ძილისაგან გამოფხიზლების ერთგვარი შანსი. თუმცა ამ შანსს გამოყენება უნდა. ევროპაში კი ისე ღრმად ძინავს, ძალიან საეჭვოა ეროვნულ და რელიგიურ ფასეულობებზე იქ ვინმე საერთოდ ფიქრობდეს. თუმცა ბრძოლას, როგორც იტყვიან, ყოველთვის აქვს აზრი. ადრე თუ გვიან, ყველგან დგება გაზაფხული. დროებით.